თუ შენი კალორიების 2%-ს მაინც შეიცავს ტრანსცხიმები, ეს საფრთხეს უქმნის შენს გულს. ტრანსცხიმები არის დამნაშავე, რომელიც შეიძლება უნებელი ჩანდეს, მაგრამ მის უკან დგას საგანგაშო რიცხვები. შენი დღიური კალორიების მხოლოდ 2%-ის მიღება ტრანსცხიმებიდან 23%-ით ზრდის გულის დაავადებების რისკებს. ტრანსცხიმები არამხოლოდ ზრდის ცუდ LDL ქოლესტერინს, არამედ ამცირებს კარგ HDL ქოლესტერინს. ტრანსცხიმებით მდიდარი საკვებია: კარტოფილი ფრი, ჩიზბურგერი, ქათმის ნაგეტსი, შოკოლადი, ნაყინი, პიცა, დონატი და ასე შემდეგ. ეს ორმაგი თამაში კი ზრდის გულთან დაკავშირებული პრობლემების რისკებს. ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როცა ტრანსცხიმებით მდიდარი საკვები შეეცდება შენს ცდუნებას, უთხარი არა ტრანსცხიმებს და შენ გააკეთებ სწორ არჩევანს, რადგან ამით დაიცავს შენს ჯანმრთელობას. გამოიწერე ჩემი Instagram-ი მეტი მსგავსი ვიდეოს სანახავად. ხოლო თუ გჭირდება ინდივიდუალური დახმარება, რომ დაიკლო წონაში ჯანსაღად, მომწერე Instagram-ის პირადში სიტყვა გასაუბრება.